მიმდინარე კვირის ბოლოს შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიზღუდოს ჩინური წარმოშობის TikTok-ის გამოყენება. ამის შესახებ ცნობილი არის უკვე ინფორმაცია და უზენაეს სასამართლოს პასუხს ელოდება TikTok-ი 10 იანვარს შედგა საბოლოოდ მოსმენა TikTok-ის წარმომადგენლობის და ნებისმიერ დღეს შესაძლებელია გამოცხადდეს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა კონგრესის გადაწყვეტილებას თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლო. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომელმაც უფლება მიცა კომპანია ByteDance, ჩინურ კომპანია ByteDance, რომელსაც ეკუთვნის TikTok-ი, რომ გაყიდოს ამერიკულ კომპანიაზე TikTok-ი, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ 19 იანვარს უნდა შეიზღუდოს TikTok-ი, თუმცა შესაძლებელია, რომ სიტუაცია შეიცვალოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელმა და მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, შესაძლოა დონალდ ტრამპმა შეძლოს, რომ შეაჩეროს შეზღუდვა TikTok-ის, ის ლაპარაკობს 90 დღიან გადადებაზე საქმის იმისათვის, რომ ძალაში არ შევიდეს კონგრესის მიერ მიღებული კანონი 19 იანვრიდან და შემდგომ გაგრძელდეს მოლაპარაკება TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა მაიკ უოლცმა, კონკრეტულად შესაძლებელია თუ არა ამ გადაწყვეტილების გაუქმება. დანამდვილებით რთულია ამის თქმა, თუმცა როგორც დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი შეეცდებიან, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიდოს. მე შეგახსენებთ, რომ თავად დონალდ ტრამპი იყო მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იმის მომხრე, რომ TikTok-ი აკრძალულიყო, თუმცა ამჟამად ის მხარს უჭერს TikTok-ს და ამბობს, რომ არ უნდა შეიზღუდოს მისი გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 170 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს TikTok-ს და ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება კონკრეტულად შეზღუდვას, ის ვისაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოწერილი TikTok-ი, კვლავ შეძლებს გააგრძელოს მისი გამოყენება, თუმცა ის ვისაც არ აქვს ჯერჯერობით TikTok-ი, ვეღარ გადმოწერს Google-ისა და Apple-ის ონლაინ მაღაზიიდან. სწორედ ეს იქნება შეზღუდვა და როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თანდათანობით უკვე ვისაც ჩამოწერილი აქვს, იმასაც ძალიან გაუჭირდება TikTok-ის გამოყენება, რადგან გაუქმდება უბრალოდ განახლებები. ამასობაში აღსანიშნავია ის, რომ პროტესტის ფონზე ძალიან ბევრი ამერიკელი რეგისტრირდება სხვა ჩინურ აპლიკაციაზე, რომელსაც Red Note ჰქვია ინგლისურ ენაზე. ის ვიზუალურად ჰგავს Instagram-სა და TikTok-ს და მიმდინარე კვირაში Red Note ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდა ნომერ პირველი აპლიკაცია, რომელიც ყველაზე ხშირად ჩამოტვირთეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. და როგორც ამერიკელები აცხადებენ, რომ ის დარეგისტრირდნენ Red Note-ზე, მათ ძალიან მოსწონთ ეს ჩინური აპლიკაცია და თუმცა ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ კონკრეტული მოსაზრებების გამო უკვე ჩინურმა აპლიკაციამ დაბლოკა. მე შეგახსენებთ ის, რომ ჩინეთში მოქმედებს მკაცრი წესები, ინტერნეტის რეგულაციები. ძირითადად თითქმის არც ერთი დასავლური კომპანიის სერვისი არ მუშაობს ჩინეთში, თუმცა პირიქით დასავლურ ქვეყნებში ძირითადად შესაძლებელი არის ჩინური აპლიკაციების გადმოწერა. როგორც ცნობილი არის, ამჟამად Red Note-ის ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ ინგლისურენოვან მომხმარებლებს გაუმარტივდეს Red Note-ის გამოყენება და ამჟამად ცდილობენ თარგმნონ Red Note-ის ინსტრუმენტები.